ცხოვრება. ოდესმე დაფიქრებულ ხარ თუ რაოდენ სულელურად გაყავს ხშირად დრო? ახლაც კი იმის მაგივრად რომ აჯიმანიებს საკეთებდე სელაპივიძე ხარ. ხელები მაღლა ტრუსიკი დაბლა. ხო, არავის უყვარს სიმართლესთან თვალის გასწორება. კარგი, შემდეგში გავაგრძელოთ. ოდესმე გინახავს ქართველებს გაეკეთებინოთ თამაში, ისე რომ მათი მთავარი მოტივი ფულის გაკეთება არ ყოფილიყოს? ცხოვრებაზე ფიქრის ოთახში ყოფნისას დავადგინე, რომ ასეთი თამაში არსებობს და ახალგაზრდობის გადახედვის შემდეგ კი მისი სახელიც გავიხსენე. პოლისი. გეოპოლისი შექმნილია თვით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. ყურადღება, თამაში არ არის სრული ვერსიის, გააჩნია მხოლოდ ერთი ტური. თამაშის გავრცელების მიზანია გახდეს ხალხისთვის ცნობილი, როგორც პირველი ქართული თამაში. და ეს ყველაფერი რატო თქვი მენიუში შესვლისთანავე მიხვდები? ხო, ვინმეს თუ აინტერესებს, სეტინგები აი ესე გამოიყურება. მოდი ჯერ ვიხილოთ სატესტო დონის ღირსშესანიშნაობები. სამწუხაროდ ეს ადამიანი ვინ არის არ ვიცი. თამაში კარგადაა ოპტიმიზირებული, თუ შოდღანით ახლოში არის რვი. სასროლი ოთახის გვერდითა ოთახში კი ვხედავთ ბილიარდის მაგიდას. პირადად ჩემი მოსაზრებით უცნაური გადაწყვეტილება არ არის. ანუ არსებობს ბევრი რაღაც, რაც უცნაურად ჩასმა რეალურად გემრიელია. შოთისპური და საზამთრო, ანანასი და პიცა, ჟავეკიტრი და არაჟანი, ტორტი და კეჩუპი. ნუ ბოლო არც ესე კაი მაგალითი იყო, მაგრამ რეალურად მსგავსია. იმ შემთხვევაში საჭმელი, ამ შემთხვევაში კიდე სასროლი მოედანი და ბილიარდის მაგიდა. ნუ იმედია იდეას ჩაწვდი. ხოლო რენტგერის სურათი ხალხს ახსენებს, რომ იარაღი სათამაშო არ არის და ისინი აქ სათამაშოების სათამაშოდ არ მოსულან. ცოტათი მოშორებით კი გვიმზერს სილვესტერ სტალონე, მანქანა და ვიღაც უსინდისო ქალი. ასევე ყურადღება მინდა მივაქციოთ დამიზნების შესანიშნავ საუნდ ეფექტს. ინტერიერი ნორმალურად არის შესრულებული, განსაკუთრებით კი მომეწონა გამაგრილებელი სასმელების აპარატი, რომლის ტექსტურაც პირდაპირ შიგნით გითხრევს. გამოსვლისთანავე ვხედავთ ნასყიდას, რომელიც ნასყიდა. თავიდანვე გადავწყვიტე არასწორად წასულიყავი და აღმოაჩინე ადგილი, სადაც მოგინდებოდა ალბათ მეგობრებთან ერთად ფართის გამართვა. მაგრამ შენ ხომ ჩემი არხის მაყურებელი ხარ. კარგი, მოდი გადავიდეთ თავად თამაშზე. თამაში იწყება სიუჟეტური ნაწილით, სადაც ორი მორიგი პოლიციელი საუბრობს. ეუბნები რა, ჩამისაფრ და მამამისი, სახლამდე როგორც კი მივაცილე, კარებთან დამიჭირა და დასალევად წამათრია. საგორწილოდ რა გიყიდო, ჩაიდალი თუ ტოსტები? უფ, კარგი რა გოგი ბიძია. რუსიკო დეიდა რომელიც ოლია შენი? მესამე ხო? ბიჭო, რაოდენობას რა მნიშვნელობა აქვს? აქ ხარისხია მთავარი, ხარისხი. ამ შესანიშნავი პირდაპირ აღმაფრთავანებელი საუბრის შემდეგ კი პერსონაჟები იგებენ, რომ მათ ახლოს მყოფ ბანკს ძარცვავდნენ და გადაწყვიტეს წასულიყვნენ. ადგილზე მისვლის შემდეგ დაიწყეს სიტუაციის გარკვევა. ეხლა გამოიკეთდნენ შენობაში და ვერ გამოდიან. ძევლები აიყვანეს. რით ვერ ისწავლეს ამ ჩემისებმა? ეგეთი რამეები არავის არ გაზდის. სპეცრაზმი გზაშია, 10 წუთში გამოათრევენ ჯიგრებს. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მიმალვის მაგივრად გადაწყვეტეს შუაგზაზე ყველაზე გამოსაჩენ ადგილას დამდგარიყვნენ. ამის შედეგად მიიღეს მკვდარი თანამშრომლები და დაჭრილი გოგი ბიძია. ქალმა ჩვენ პერსონაჟს იდეა მიაწოდა, რომ შეიძლებოდა ფანჯრიდან გადაძრომა და შიგნიდან მტრის ლიკვიდაცია. მაგრამ მოდი ჯერ ეს გავარჩიოთ. მე აქ იყავი გოგის დაეხმარებ. სანამ იმათ არ მივხედავ, არ გამოხვდი. ანუ მთავარმა პერსონაჟმა ქალს უთხრა, რომ დარჩენილიყო და არაფერი ექნა. რადგან გოგი ბიძიას ვერაფერი დაეხმარებოდა და ქალი ჩვეულებრივად დათანხმდა. ქალები. თამაში ხდება გრაფიტებით. გადაძრომის შემდეგ ხვდებით ტუალეტში და პერსონაჟზე კონტროლი უკვე ჩვენ გვეძლევა. მოწინააღმდეგეების დაჭრის ხმამდენად აღმაგრძნებელია, რომ ფაქტობრივად მხოლოდ მათი რეპლიკები მტოვებდა ამ თამაში. ტრების ამოხოცვის შემდეგ გავდივართ მძევლებამდე. ანუ სახეზე არაფერი არ აქვს და მაშინ ასე რატო? რა ვთქვა, საინტერესო და ჩემი აზრით ნოვატორული გადაწყვეტილება. ტერორისტების კიდევ ერთი დაჯგუფება იყო მეორე შენობაში. ახლა კი გვჭირდებოდა იმ შენობაში გადასვლა. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა ტიპმა იცოდა იქ გადასვლის გზა. აი მანდ ლიფტია. ჩერეზ ავტოსადგომი მეორე შენობაში გადახვა. ავტოსადგომში ბოროტმოქმედების ლიკვიდაციის შემდეგ გადაწყვიტე, რომ მანქანისთვის მესროლა. ნუ რატომაც არა. და მხოლოდ ახლა მონტაჟის დროს შევამჩნიე ერთი უცნაური რამ. მანქანა მგონი ტყვიებს ისხლიტავს. მაგარია?
იქ ჩვეულებრივი არც ისე საინტერესო ტირია. რაღაც მომენტში ლიფჩიც კი გიწევს ჩაჯდომა და დააჭირე F, ქართულად რო წერია, მაინც სულ სხვანაირი შეგრძნება. წითელ ბალონებში უკვე სვლა ვცადე, არ ფეთქდება, მით დანგრეულია. ბოლოს მივედით კიდევ ერთ პუნქტთან, სადაც მძევლები იყვნენ დატყვევებულნი და შემდეგ ხედავთ კადრებს თუ როგორ მოვიდა სპეცრაზმი. მათ გაგვაგებინეს, რომ თურმე გოგიბიძია გადარჩა. სპეცრაზმი შევიდა შენობაში და როგორც ჩანს, მათ ყველაფერი მოაგვარეს. ბანკს დარცვავდნენ ქალბატონ. ნუ ღელავთ, დამნაშავეები უკვე დააკავეს. ბოლოს სცენაში კი ვიგებთ, რომ გოგიბიძია გადარჩა, მაგრამ გამოკეთება დასჭირდება. თამაშის სულ ბოლოს კი მადლობასაც კი გვეუბნებიან. ირაკლი არა? საუნჯე. ისე შეგეძლო ცოტა საქმე ჩვენსაც დაგეტოვებინა. ასე მთავრდება ეს შესანიშნავი თამაში. რა ვიცი რა ვთქვა, 4 მედალი და 1 ქალი 5 მედლიდან. როგორც ვიცი, თამაშის მეორე და მესამე უკვე დასრულებული ნაწილებიც არის გამოსული. თუ ამ ვიდეოს ქვეშ იქნება 1 ლაიკი, შეიძლება დანარჩენ ნაწილებზეც გავაკეთო ვიდეო. მადლობ რომ არსებობ.